იუპიტერი ქალწულში, ქალწული ჩვენთან საკმაოდ 7 დეტალებზე ორიენტირების ენერგია, ძალიან დაკორვებული არის იუპიტერი ქალწული. ანალიტიკური აზროვნება აქვს, იღბალი, რომელიც მოდის შინაგანი პერფექციონიზმისგან, დაკორვებისგან. ქალწულში ნეგატიურად შეიძლება გამოვლინდეს ის, რომ სულ გონიათ რომ რაღაც არ არის ბოლომდე დაალაგებული, ბოლომდე მოწესრიგებული, ან საკუთარ თავში ეძებდნენ სულ წვრილმანებს, ეს არ მწოს, ის არ მივარგა, აი მეტის და მეტის მოთხოვნილება, რომ ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად. ძალიან კარგი მუშაკები არიან. შინაგანი იღბალი მოდის მაგალითად, რამდენადაც მე სამსახურებრივ სფეროში ვარ ჩაფლული, მნიშვნელოვანი არის ამ იუპიტერისთვის, რომ იმუშაოს დეტალებზე, მაგალითად, ემსახუროს აი გარემოს, მაგალითად, რაღაცა კუთხით. კარგი ექიმები ხდებიან, იმიტომ რომ სამედიცინო სფერო ეს ქალწული არის, ან იუპიტერი ქალწული, მანქანებთან არის ქალწული დაკავშირებული, ბევრი დეტალი არის მანქანებში, აწყო, ხო? აინტერესებთ ისეთი სფეროები, რაც აი ბევრი წვრილმანი არის დასალაგებელი. ფირმაში წავედი, უამრავი პრობლემა იყო იქ და მივდივარ და სტრუქტურა მეც აი დავალაგო, ავაწყო სისტემა მაგალითად. სისტემის აწყობა ჩვენთან ქალწულთან არის დაკავშირებული. ისე ლამაზად, ისე სუფთად აგიწყობენ რაღაცეებს, ხო? და ისე პრაგმატულად. ქალწულს უნდა უბრალოდ თავისთვის წყნარად ვიდათ იმუშაოს, აწყო სისტემა. დაულაგოს ადამიანებს იქ სხვადასხვა პრობლემები. ვიღაცა ყვების სფეროში შეიძლება ძალიან წარმატებული გახდეს, ვიღაცა შეიძლება სამედიცინო სფეროში იყოს, ვიღაცა სისტემებს აწყობდეს მაგალითად კარგად, სუფთად, აი სუფთა ხელი შეიძლება გქონდეთ, სუფთა შინაგანი მოთხოვნილება სისუფთავის, ყველა დონეზე შეიძლება ეს იყოს და აი აქ ძალიან კარგად მუშაობს ეს იუპიტერი, აძლევს ადამიანს ჯერ ეს იღბალს სამსახურში. ყოველთვის ჩნდება ის ტენდენცია, რომელიც დაუფასდება, რამდენადაც ეს ადამიანი იქნება ანალიტიკაში ან შეიძლება ბუღალტერიაში წავიდეს, შეიძლება აი იქ სადაც ანალიტიკური, ზუსტი, აი დეტალებზე ორიენტირება არის საჭირო, ციფრებთან ურთიერთობა, მაგალითად იქ ფიზიკოსი, ქიმიკოსი, აი ესეთი ტენდენციები ქალწულთან არის დაკავშირებული და იუპიტერი იღბალს გვიხსნის. იმ სფეროებში ჩვენ წარმატების მაღალი შანსი გვაქვს. ასევე კარგად უკავშირდება ჯანსაღყვებას, ჯანსაღი ცხოვრების სტილს და დიდი მოთხოვნილება არის დავალაგო ჩემი ცხოვრება, დავალაგო ზოგადად რასაც მოვკიდებ ყველს, ყველაფერი უნდა იყოს ზუსტად, სუფთად და აი ესე პრაგმატულად დაალაგებული. ანუ იღბალი მოდის რამდენადაც არის დეტალებზე, შრომაზე ორიენტირებული.